მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა გადავიდეთ ჩვენი ასე ვთქვათ ვიდეოების თავარ ნაწილზე, რაც არის პირველ ჩიბუხის გაღვივება. რადგან უკვე რისკები გაცნობიერებული გვაქვს, ვისაუბრეთ. ასევე ჩიბუხიც დავტენეთ. ვიცით სამი მეთოდი. ნებისმიერი მეთოდი შეგიძლიათ დაირჩიოთ და დაიწყოთ იმით. თუმცა მე ჩემი მეთოდი მაქვს, როგორც გითხარით და ჩემი მეთოდის მიხედვით დავიწყებ ჩიბუხის დატენვიდან მოწევამდე პროცესს. ესე იგი, დღეს მოვწევ სავინელის ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ჩიბუხში. ძელ მუნჯტუკიანი ჩიბუხია, ძალიან ესეთი კარგი. ხშირად აქედან ვეწევი. ფილტრი 6 მმ-იანი ფილტრით. მე როგორც გითხარით, ფილტრით ვაწევი სულ. ეს ფილტრი არის ნახშირის ფილტრი, კერამიკის თავებით, ესეთი ძალიან ხარისხიანი. ესე გავაკეთოთ. დღეს ესე იგი კიდევ ერთხელ მოვწევ Bayou Morning Cornell Daily-ს, რომელიც არის ვირჯინია და პერიკი. და მხოლოდ ორი ნაზავია და მე ზოგადად მაინც უპირატესობას ვანიჭებ ისეთ მიქსებს, სადაც ბევრი სხვადასხვა ბლენდი არ არის რა. ვირჯინია პერიკი 3 4-იც არ მომწონს რა, იმიტომ რომ გემოები ძალიან ირევა ერთმანეთში და ვერ ხვდები რომელი გემო უფრო მოგწონს რა და აი გამოკვეთილი გემო აქვს ახლა პერიკს და ვირჯინიას, აქ წერია რომ 25% არის პერიკიო და ვირჯინია დანარჩენი, ძირითადად ვირჯინიას გემო მოდის და ოდნავ იგრძნობა პერიკი რა. აი ამთან თამბაქოებთან დაკავშირებით გვექნება ცალკე ვიდეო რა, რომელი რა ტიპის თამბაქოა და რანაირი გემოებით და წარმომავლობით და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მოდი ესე გავაგრძელოთ. ესე იგი, ეს არის ორი ვირჯინიას და პერიკის ნაზავი. ეხლა ამოვყრე ცოტა აქედან და ან შემიძლია რომ არც ამოვყარო, იმიტომ რომ ეს კარგად დაჭრილი თამბაქოა. ესე იგი, მე ვაკეთებ ჩიბუხს ესე. ანუ ავიღებ და ჩავყრე, როგორც ჩაიყრება იმის მიხედვით. ესე, როგორც ჩაეტევა პირველი ჩაყრის მიხედვით და ოდნავ პირველს დავაწვევი, რომ ოდნავ ჩავტკეპნო რა. ანუ ჩემი მეთოდი ძირითადად ფრენკ მეთოდია. ოღონდ განსხვავება ის არის, ორნაბიჯიანი მეთოდი რა, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ აი ის რაც თქვით, რომ უნდა აიღო ესეთი ბურთი და დაადო და მერე ჩატკეპნო, მაგას არ ვაკეთებ რა. ანუ ძირითადად, ესე იგი, პირველს ვტკეპნი, ესეთ საშუალოდ და მეორეს ცოტა უფრო მეტად რა. და ორი ნაბიჯით შემოვიფარგლები მხოლოდ. ეს ჩიბუხი იმიტომ მიყვარს კიდე, რომ ამას დიდი ჩიბუხი არ არის რა, ანუ არ დაგღლის რა, ერთი მოწევა აი ძალიან სიამოვნებს და რომ თავდება აი ზუსტად ის ჩემთვის ის მომენტია, რომ აი ზუსტად საკმარისად მაქვს უკვე მიღებული ნიკოტინიც, სიამოვნება და ყველაფერი, ანუ მეტი აღარ მჭირდება და ამიტომ მომწონს ძალიან ეს ჩიბუხი. ესე იგი, როგორც თქვით, მე მიყვარს რომ ცოტა და რეკომენდაციას უწევ, რომ ცოტა თავი ჩავაწევინოთ ქვემოთ. აი ესე. რომ აი აქ რო ეხა მოუკიდებთ, რომ დავინახოთ, ცოტა გაფუვდება ეს და ამოიწევს ზემოთ და მე ტამპერით დავტკეპნით, რომ ჩავწიოთ. და ცოტა უფრო თუ პირზე იქნება, ძალიან ის ამოწეული უკვე, ხო? გადმოვა აი აქ თავზე. ხო და თავსაც გისვრის. და ცოტა არასასიამოვნოა რა. ცოტა ჩავწიოთ ქვემოთ. ხო, გავსინჯოთ, რომ წინააღმდეგობა არ იყოს ძალიან ძლიერი, თუ მაგრად მოგივიდათ დატენვა, მაგ შემთხვევაში რეკომენდაცია ეგრევე გამოყარეთ თავიდან ჩატენეთ. იმიტომ რომ აი დაიღლებით რა, ანუ ვერ გააღვივებთ კარგად. იქ კარგად თუ არ იმოძრავა, აი აქ ჰაერმა კარგად თუ არ იმოძრავა ჟანგბადმა, ხო, წვის პროცესს ხელს არ შეუწყობს. ხო, საუკეთესოა. აი, ამას უცებ გადავყრი აქეთ. დავახუროთ
აუცილებლად რომ დიდი ხანი არ იყოს ღიად, რომ არ ძალიან რამოში გამოშრეს ესე. და ეხლა ვიწყებთ თავარ ნაწილს, ხო? ესე იგი, იცით და თუ არ იცით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ანუ ჩიბუხს არ ჩავისუნთქავთ. ჩიბუხს მოვქაჩავთ, პირში დავიგუბებთ, ჩავუშვებთ. მოვქაჩავთ, ჩავუშვებთ, მოვქაჩავთ, ჩავუშვებთ. ან მოვქაჩავთ, გამოვუშვებთ. მოვქაჩავთ, გამოვუშვებთ. ანუ ჩიბუხის მოწევა არის ნელი პროცესი რა. თუ გინდა რომ ისე ამოვნო, ნელა უნდა ან თამბაქოსაც ეგრე მოსწონს, რომ აი ნელა რომ იწვის, არ გადახურდება, ჩიბუხიც არ გადაგიხურდება, თამბაქოც არ დაიწვება, არამედ უფრო უნდა, ასე ვთქვათ, ნელა უნდა მიდიოდეს თამბაქოს წვის პროცესი რა და არა ძლიერ და მხურვალე ცეცხლზე, იმიტომ რომ ანუ ან ზემოთ რო გახურდება, ქვემოთ ყოფი თამბაქო ხურდება და ის რო არ იწვის, რაღაცა ზეთები გამოიყოფა და მე ის იწყებს, ასე ვთქვათ, ჩადინებას. ანუ დაწვის პროცესი უნდა წავიდეს ნელა რა, ანუ თვითონ თამბაქოს ნელ-ნელა უნდა დაიწვას. ხო, ეს არის ძირითადად, ანუ კიდევ ერთხელ სიჩქარე არ უყვარს, ნელა უნდა დაიწყოთ, ნელი მოვქაჩვებით. დიდი კვამს ვიც უშვებს, იმან საერთოდ არ იცის მოწევა. და ყველაზე პროფესიონალი ვინც არის, ძალიან ცოტა კვამს უშვებს რა. ანუ ის ეწევა ზღვარზე, ჩაქრობის და გაღუების ზღვარზე ეწევა რა. ხა მე რა თქმა უნდა, ხა ამას მიჭირს აი ეს რო გავაკეთო და ალბათ რა ვიცი, ალბათ როთა განმავლობაში მივაღწევ მაგას, მაგრამ ანუ ესე უნდა ეცადოთ რა, აქეთკენ უნდა წახვიდეთ, რომ ანუ უნდა ეცადოთ, რომ ჩიბუხი ისე უნდა მოწიოთ, რომ თან ქრებოდეს და თან არ ქრებოდეს რა, აი ესეთი ნელი ტემპით უნდა მიდიოდეს ჩიბუხის მოწევა. რა თქმა უნდა, არ გადაგიხურდებათ ჩიბუხი და სიამოვნებასაც მიიღებთ და გემოც იქნება ზუსტად ის გემო, რაც აქვს თვითონ თამბაქოს რა. ანუ არანაირად არც დამწვის გემოს, არც ენაზე კბენა და ასე შემდეგ. თან ბაიტს რო ეძახიან, მაგრამ თუ პირველ ჯერზე, მეორე ჯერზე, მეათე ჯერზე გრძნობთ ამას, ხო? ანუ რა თქმა უნდა, შეეცდებით გამოსწორებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა არ დანებდეთ რა, მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ დროთა განმავლობაში შეეჩვევით. კიდევ ერთხელ, როდესაც დაიწყებთ მოწევას და რეკომენდაციას უწევთ, დაიწყოთ 9 მმ-იანი ფილტრით და შესაბამისი ჩიბუხით, რომელშიც 9 მმ მიდის, იმიტომ რომ ის ბევრ შეცდომას გაპატიებთ რა. ძირითადად ისეთია რა, უფრო დამწყებთათვის არის ძალიან კარგი 9 მმ-იანი ფილტრით, რომელიც არის ჩიბუხები ისინი. ეს არის 6 მმ-იანი, არის კიდე 9 მმ-იანი, ცოტა უფრო დიდი ფილტრები.